რომ აი ესეთი გვერდიდან დახვრეტილად ეს პირდაპირ ჯდება, ეს არის უკვე პირველი მოდელები, უკვე AKM-ების. კიდე AK-74 რო გამოვიდა, აი ესეთი რაღაცა ამას არ აქონდა, იმას უბრალოდ. იყო ჩვეულებრივი თოფის ლულასავით. და სოლის შემთხვევაში ყველა კალაშნიკოვს და საერთოდ ავტომატური იარაღს ტენდენცია აქვს რომ წაიღოს მარჯვნივ ზემოთ, ანუ ავტომატურ სოლის დროს მიაქ იარაღს აი ესე ზემოთ. ეს როგორ გაცო დაებალანსებინათ, შეხედეთ წინ მილი დაუყენეს და გვერდიდან ჩათალეს. ანუ ტყვიაცა როცა ეგ გამოდის, აქ ზემოთ რახან ღიარი, ეს დანარჩენი გაზი ზემოთ მიდის. აი აქ უკვე ვერ მიდის, ვერსად. ნუ წამის 1000-ად შეხდება და რა ხდება? სროლის დროს როცა ავტომატურად ისვრით. აი ეს აფრასავითა მუშაობს და გაზი აწვევა ამას დაბლა. რომ იარაღი იყოს უფრო სტაბილური. ეხლა რამდენად სტაბილური კი გახადა ცოტა სტაბილური იარაღი. მაგრამ რო თქვა რომ ეს ზუსტი იარაღი არ არის რა. კი შეიძლება გააქვთ მიეჩვიოთ ბევრი ტყვეები ისol და ტყვია-ტყვეში გაარტყათ.